რამდენიმე წუთის წინ დავიძერით საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან ახლა მოქალაქეები მარშის მონაწილეები უკვე იმყოფებიან რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე და აქ შეკრებილი ადამიანები საუბრობენ გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებაც ამ ყველაფრის შესახებ, სანამ ამ განცხადებაზე მოგიყვებით, გავესაუბრები აქციის მონაწილეებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებს, იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე 293 დღეა ტრადიციულად დადიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან და მიდიან რუსთაველის მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. ცხადია, საუბარი დავიწყოთ გუშინდელი დღით, როდესაც აქციის მონაწილეებს ტრადიციული მარშის დროს დაგესხათ თავს 6-დან 8-მდე ახალგაზრდა, მოგაყენეთ სიტყვერი შეურაცხყოფა, გაგინებდნენ და ერთ-ერთ მათგან საერთოდ აღმოაჩნდა იარაღი, ხო? ამ ყველაფრის შემდეგ ვიხილეთ ამ პირის დაკავება და ახლა მინდა გითხოთ მოლოდინებზე, თქვენ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ის ადამიანი დაისჯება თუ როგორ განვითარდება თქვენი აზრით მოვლენები? არ გვაქვს მოლოდინი რომ დაისჯება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყოველთვის პირიქით ხდება ხოლმე, ისჯება უდანაშაულო აქციის მონაწილე, ვისაც თავს ესხმიან და ვინც ხდება ტერორის ობიექტი, ყოველთვის სჯიან. მაგალითად, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე. არასოდეს არ დაჟილა თავდამსხმელი, ამ 293 დღის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ დაგვესხა თავს ტიტუშკები და გუშინ განსაკუთრებულად მძიმე დღე იყო, რადგანაც პატარები იყვნენ ასაკით და თან შეიარაღებული ცივი ცეცხლსასროლი იარაღით. არ დაისჯებიან, ჩემი მოლოდინი არის, რომ მათ არ დაისჯიან, რადგანაც ისინი ყოველთვის ჭირდებათ და ყოველთვის დააფარებენ ხელს. რას ფიქრობთ, რას ემსახურება მათგან ტიტუშკების გამოგზავნა თქვენი მიმართულებით? ფიქრობთ რომ ეს თქვენი შეშინების შორის დაპირისპირების გამოწვევას, სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევას ემსახურება, იმიტომ რომ იმ ახალგაზრდებს ოჯახები ყავს, მათ რო რაღაც დაუშავდეთ, თქვათ, შეხლა-შემოხლაში, ის ოჯახის შემდეგ უკვე რაღაც აგრესიით განეწყობა აქციის მონაწილეების მიმართ, რომც არ კონდეს ის აგრესია და სამოქალაქო დაპირისპირებას ემსახურება, გაღვივებას სამოქალაქო დაპირისპირების. მათი მიზანიც ეს არის, ხელისუფლების მიზანი, რომ გამოიწვიოს რაღაცა მოქალაქეებს შორის დაპირისპირება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა აქციის მონაწილეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. მე გითხარით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებმა გააკეთეს საგანგებო განცხადება. ამ განცხადებაში ისინი ამბობენ, რომ მათთვის უკვე ყველა თითოეულ აქციაზე სიარული არის ფიზიკური რისკის ქვეშ, ანუ მათი ჯანმრთელობა არის რისკის ქვეშ, ამიტომ ისინი ქართულ ოცნებას აკისრებენ ახლა სულ პასუხისმგებლობას და ამბობენ იმას, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ამდენი დაშინების, რეპრესიების მიუხედავად ისინი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ, პირიქით ყველა აქციაში ჩაერთვებიან, მანამ სანამ არ გათავისუფლებიან სინდისის პატიმრები და მანამ სანამ ეს ბრძოლა არ მივა ბოლომდე. გუშინ 15 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროტესტო მსვლელობას რამდენიმე პირი დაესხა თავს. რომ არა მოქალაქეების სწრაფი რეაგირება, არ ვიცით რა შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო წურხელად. უნდა ითქვას, რომ ეს ჯგუფური თავდასხმა არ ყოფილა შემთხვევითი და მას მიზანმიმართული პროვოკაციის სახე ჰქონდა. მეტიც, მას ჩვენ საწინააღმდეგოდ აგორებული სამთავრობო ძალადობრივი პროპაგანდის ლოგიკურ გაგრძელებად მივიჩნევთ, რაზეც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს პოლიციის უმოქმედობა. მოძალადეების დაურჩელობის სინდრომი თუ თავად სამთავრობო მედიებისა და მათთან ასოცირებული არხების მიერ წარმოებული პროპაგანდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფიზიკური საფრთხე დღითი დღე მატულობს, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ეგრეთ წოდებულ მთავრობას ვაკისრებთ. არ ვაპირებთ დანებებას. ვიბრძოლებთ, მანამ სანამ მოძალადეები პასუხისგებაში არ მიეცემიან. თქვენ ახლა ისმენთ საგანგებო განცხადებას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებმა რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან გააკეთეს და გამოეხმაურნენ გუშინ მომხდარ ფაქტს, რომელზეც ასევე გიყვებოდით მთელი დღის განმავლობაში. გავესაუბრები არჩილ მუსელიანცის დედობილს, გაჩვენებთ მანამდე კადრში რუსთაველის გამზირს, უკვე გადაიკეთა რუსთაველის გამზირი. ცხადია, ჩვენ დაუბრუნდებით რუსთაველის გამზირს და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავესაუბრებით. მანამდე ცარო, გითხავთ თუ შეიძლება გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თქვენ ხშირად დადიხართ ხოლმე საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშებზე და აი გუშინდელი დღე რას უკავშირდება თქვენთვის, რაც სადა ამით ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ არის ეს პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობა, თქვენი დაშინების მცდელობა თუ ერთმანეთის დაპირისპირების, იმიტომ რომ ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ ამით მათ მხოლოდ პროტესტის დაზიანება და თქვენი დაშინება სურთ.
რა თქმა უნდა ეს თავისთავად ჩვენი დაზიანებაც სურდათ პროტესტის მუხლის დაგდება ასევე მიმართული არის ეს ყველაფერი თვითონ საზოგადოების გახლეჩვასთან რასაც აკეთებენ ბიძინა და მისი მონები საზოგადოებას ათ მეტად გახლიჩავ მით მეტად იბატონებ ჩვენ შორის დაპირისპირებას და ძალიან სამარცხვინო ფაქტია რომ ესე ფაქტიურად ბავშვებს აი ამას ავალდებულებენ აიძულებენ რომ დაგვიპირისპირდეთ თან იარაღით მაგრამ ეს რა თქმა უნდა ჩვენ არ შეგვაშინებს ვართ გაერთიანებულები მშობლებიც მთელი საზოგადოება ყველა პარტია და უპარტიო ხალხი დგევათ ერთად და ერთი სულისკვეთებით რომ საქართველო უნდა გადარჩეს ჩვენი პატიმრები უნდა განთავისუფლდნენ ესენი რა თქმა უნდა თანდათან ახალ თუნდაც პენიტენციალურ დაწესებულებების ხელმძღვანელობას ცვლიან ამკაცრებენ აი მაგალითად მე რომელსაც ძლივს 1-2 მომცეს არჩილის შუშის იქით ნახვის უფლება დღეს მივიღე უარი რომ ვეღარ ვნახავ მას ახალმა უფროსმა ესე გადაწყვიტა და აი ესე სჯიან არჩილს იქით კიდე არჩილზე მიდის ზეწოლა ჩემი წერილები გახსნილია რაზეც საჩვარი დავწერე მართალია შეიძლება არ გამოიღოს ამამ შედეგი მაგრამ რატომღაც ყველას გონია რომ წერილები უნდა გაიხსნას ამიტომ ჩვენ არ გავჩერდებით ყველა ფაქტს ავღნიშნავთ დავაფიქსირებთ და შემდეგ ჩვენ შედეგს მივიღებთ ამაზე ბატონო ძალიან დიდი მადლობა არჩილ მუსელიანცის დედობის უსმედით ოპერატორს გთხოვ კაცში დაგანახოთ რუსთაველის გამზირი უკვე 293 დღესაც გადაიკეტა აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლიდან შემოუერთდნენ საპროტესტო აქციას ტრადიციულ საპროტესტო აქციას რომელიც უკვე 293 დღეზე მეტია მიმდინარეობს მათი მთავარი მოთხოვნები ყოველთვის არის კარგად ცნობილი მოქალაქეები დანებებას არ აპირებენ მანამ სანამ თითოეულ სინდისის პატიმას არ გაათავისუფლებენ და ბრძოლას ბოლომდე არ მიიყვანენ